თქვენსკენ ვიქნები ქართულ ოცნებისკენ, როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას და დიდი ფაქტებიც დადო ამ კორუფციის შესახებ. მე მინდა გთხოვოთ, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის 39 მუხლის თანახმად, უпростоრად 39 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩვენც შევქმნათ აქ სამუშაო ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს კორუფციის ფაქტებს, დავუშვათ 21-დან 25 წლამდე და ამით ხარი დაუჭიროთ ცენტრალურ ხელისუფლებას. როგორც აღიხსენით, ამას ჩვენ ორგანული კანონი ამის უფლებას გვაძლევს. ალბათ ერთი მესამედი თუ დაგვითანხმება ამ კომისიის კი არა, სამუშაო ჯგუფი ქვია მაგას, ამის შექმნაზე, ხოთ შევიტანოთ და ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ის ისეთი გათვალისწინებული საკითხები გავიაროთ და შემდგომ სხდომაზე შეგიძლიათ ინიციატივების წარმოქმნა. ეს ეხლა უკვე რა? კი, როგორ არა? ის ისეთი მაშინ ამბიხილოთ, შეიტანეთ თოფში და გამბიხილოთ. თქვენსკენა ვარ, ჩემსკენ კი არა ვარ. თქვენსკენა ვარ, თქვენ ხელისუფლებისკენა ვარ. ამჯერად. ეს პირველი იქნება. როგორ? ლელოს პარტიიდან თქვენი ხელისუფლება ერთის ხო კორუფციას? ხელისუფლება საკმაოდ კომპეტენტური სამსახურები ყავს, ვინც საკმაოდ რამაზად არტყმებს თავს და ბოლომდე გაართმევენ თავს. ასე რომ ვინერვებს მაგაზე ჯერ მივხედოთ იმ პროცედურებს, რაც აკმაყოფდა, შემდეგ ვისაუბროთ. ასე ყველას მაგივრად მოგაბარებო. მისაღებია, პრობლემა არა. მისაღები თუ არის განვიხილეთ მაშინ, თუ მისაღებია და უნდა ყოფილიყო. ბოდიშ მოგიწევთ, დავგაცადეთ, გავყვეთ. როგორც არის. გაცით, მაგრამ მე ჩემს მიგენებდი, რომ ეს საკითხი განვიხილოთ. თუ არ განვიხილოთ, ეს ვიქარი წერილობი. ბადლო ოქში დაფიქსირდება, მაგრამ ახლა 1/3 რომ ხასად გადაიწყო დამაშენ როგორ დაწყო. არ ვიცი, კიდევ დამჭირს კაცო, ამ ფაქტს უნდა კორუფციის ძალიან ხო ფაქტზე ამ შემთხვევაში თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ კორუფციის კერები აღმოაჩინოთ ახალ ციხეში თუ ასეთი არსებობს? როგორ გიგადებით? უგზამოსილებას გვაძლევს განაცხადი. თქვენი წინადადებანი სამებია ოქში გაფორმდება ეს ყველაფერი და სხვა კომისიის ხდომებზე ვისაუბრებთ. ჯერ ბატონო ჯუმბე, უფლებამოსილებას არ გვაქვს, თქვენ უნდა მოვცეთ როგორც ხელმისაწვდომი ხმა, ხო, თქვენსკენ ვარ და დავიაროთ ეს პროცესი. სანამ იქამდე მივალთ, მე ვავარებ ბოლოსთვის, ხო, სანამ იქამდე მივალთ, არჩეული იქნება. აწოჩქარო ვერ გავიგე. ავირჩიოთ და მე დავაყენოთ მაგას გეუბნები. მე ხო არ გეუბნები პირველ საკითხად განვიხილოთ მეთქი არა? აი ბატონო, ამიტომ ჯერ პროცედურებს უგადავხოთ და გავხდეთ როგორც წესი და კანონია.